მერაბის კიდევ ერთი წვილი რინგზე. რატომღა 25 წლის ნანუკა კარაოკე კლუბში მუშაობს. მისმა სცენაზე ნამღერმა მერაბი მოხიბლა და მოაბრუნა. ყველაფერს ესემღერი? შეძლებს დაგვრა. ვცდილობ. 23 წლის ქეთი ბებოს გაზრდილი და ნებიერა. ის ბებოსთან ერთად მოვიდა ბრმა კასტინგზე და აქედან პირდაპირ მერაბის გუნდში გადაინაცვლა. მე ვიცი შენი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე მე ვიცი რომ შენ ამ პროექტში შეძლებ იმას რაც ყველას გავეხარდება ალბათ იმდენად. ას მიშვება ეს და როგორ ძვენს მაგაცები. მე ვიცოდი უკვე რა სიმღერა დაახლოებით მინდოდა ემღერათ და მათი სურვილიც იყო ბუნებრივია. ორივე კარგად გრძნობს თავს და ორივე განსხვავებულია აი აქაც. და ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ჯერ ეგერთი ყველაზე ინდივიდუალურად არის დამოკიდებული თუ რამდენად სწორად და კარგად იმღერებენ ამა თუ იმ ნაწარმოებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე არის სხვადასხვა, თუმცა დუეტი კარგია, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით ღერიან და საინტერესო იქნება ჩემის აზრით მოსასმენათაც მაყურებლისთვის და ჩემთვისაც როგორც ვთქვათ ამ შემთხვევაში მათი მწვრთნელისთვის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ძალიან ძიმე იქნება ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც. როცა გავიგე რომ ნანუკა ჩემი მეწყვილე უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში გამიკვირდა იმ თვალსაზრისით რომ ანუ სხვადასხვა ჟანრს ვღერით თითქოს, მაგრამ მე უკვე მუშაობაში მივხვდი რომ რაღაცა ტემბრალურად ჩვენი ხმები ერთმანეთს უხდება და საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ნომერი უნდა გამოვიდეს. მე მიხარია რომ ყავს ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე, ადრენალინია. საინტერესო გოგო არ ვიცნობდი სხვათა შორის და რაღაც შევხვდით რამოდენიმეჯერ ერთად ვიმუშავეთ. რაღაც ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან თბილია. ეხა ეს რა არის თან ინსტრუმენტთან მარტო ის ემოცია არა რაც მე მოვისმენ რა. ანუ კიდე ზევიდან პირველ ხომ არა მაღალი არ არის? არის მაღალი, მოდი მათ ხარ შევცვალოთ და ნო ეგება ამანა იყოს რა, რახან გიჭირს. ქეთის კონკურენციის არ მეშინია, მომწონს. ეგ არის. უბრალოდ ცოტა ის მინდა რა. აი დანუკა ისა აი მელიზმებში თავიდან რა ის რა არის ცოტა უფრო სიზუსტე რო იყოს რა. და ცოტა უსუფთავოთ არის რა. და ის ნო სად არის რატო არ იყო? იყო უბრალოდ ვერ გავიგე ხო? აია. ჯერა რომ მე ჩემს თავს მაქსიმალურად წარმოვადგენ რინგზე. შევეცდები რომ რინგი მოვიკო. ბოლომდე ვიბრძოლებ, ბოლო წვეთამდე ჩემს მაქსიმუმს ამოვიღებ და დავაგდებ. ნახოთ. სისხლის ბოლო წვეთს დავტოვებ. რა გამოვნახოთ. რინგისკენ მოემართება ქეთი კვიცარიძე. აპლოდისმენტები ქეთის და მასთან ერთად დუეტს შემოგთავაზებს ნანუკა ქარუხნიშვილი. ნანუკა! ვაუ! ნანუკა! აუ, რა მაგარია! ის იწყება, რა ქვია მაგას? რინგი იწყება. While I'm nervous, I have the saying, yeah, I talk too much. Sometimes I just can't shut the hell up. It's like I need to tell someone, anyone to listen, and that's where I seem to fuck up. Yeah, I forget about the consequences. For a minute there I lose my senses. And it's a hit of the moment my mouth starts going, the words start flowing. Oh, but I
hurt you. I know it's time that I learned to be alone, like I wanna belong. Listen alone. I hate that I let you down, and I feel so bad about it. I guess karma comes back around, 'cause now I'm the one that's hurting, yeah. And I hate that I let you think it. To throw sweet heaven's broken. So don't tell me you can't forgive me, 'cause nobody's perfect, no, 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 ooh, no, 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 no. You, I'm not a sinner, I'm not a wrong. What I did, I wasn't cool, no, but I swear that I never do that again to you. And I hate that I let you down, and I feel so bad about it. I guess karma comes back around, 'cause now I'm the one that's early, yeah. And I hate that I made you think that the trust we have is broken. So don't tell me you can't forgive me, 'cause nobody's perfect, no, 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 'cause nobody's perfect, no. Bravo! მე რამ, შენი გუნდია, ხო? ყვაყოფილი ხარ დუეტით? დუელით? და დანარჩენი მწვრთნელები რას ფიქრობენ ამაზე? მაო, შენგან დავიწყოთ. დარბაზ საუყვები, მაგრები ხართ, ქეთი ოღონდ რა. მე არ აუყვები დარბაზს, მაგრამ მაინც ქეთი. ხო, ნუ ანუ ეს ის შემთხვევა, როდესაც მე დარბაზს ვეთანხმები, თორე მეც არ ვყვები. მაგალითად, ნამდვილად ძალიან თანაბრად იყო ყველაფერი, მაგრამ მე ყველა ვარიანტში ნანუკას გადავიყვანდი. შეიძლება გიჟი ვარ დღეს. მაპატიეთ. მერაბ. არა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მასალეთ ერთსა. დიდი მადლობა. მადლობა, მაგრამ არ მესმის ბოდიში. არა, ჩემს მეგობრებს მადლობა. დასაგებია. რომ არა, თქვენ გააგრძელეთ. გამოხატეთ თავის აზრი. დარბაზსაც დიდი მადლობა, რომ გამოხატეთ. ორივე ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის. აი ესეთი პიროვნულად რო შეხედო, მაგრამ ძალიან რთულდება რა სიტუაცია, არ ვიცი თუ მივატანე ამ დღეს ბოლომდე, არ ვიცი, ცოცხალი, მაგრამ ერთი რამ არის, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო რა. და მე ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ქეთისი უფრო იყო და მე ქეთის გავარ. აუცილებლად. დღევანდელი გამარჯვებით პრინციპში მე უკვე მივხვდი, რომ ეხლა იწყება ყველაზე მთავარი. ანუ ის, რომ მე მწვრთნელმა ამირჩია და ჩემზე გააკეთა არჩევანი, ეს 100%-ით კი არა, 1000%-ით უნდა გავამართლო. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვდგე მაყურებლის წინაშე და ახალი ხმა იწყება, მოკლედ. სიმართლე რომ გითხრა მე ველოდი ამ შედეგს, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემი ჟანრი, ეს არ იყო ჩემი სტილი, ეს არ იყო ჩემი სიმღერა. მე ვაღიარებ რომ ქეთი მის ძალიან კარგად შეასრულა, მაგრამ ეს იყო ქეთის სიმღერა.